მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო იუთუბელებო. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით აქედან, ჩემი არხიდან. ტარო სიყვარული ურთიერთობა. ეს არის თქვენი აქტუალური თემები, რომელიც თქვენ გაინტერესებთ და ეხლა გავაკეთებ. აი ესეთი ტაროა, The Mystical Magic Tarot Card. სამ ვარიანტზე. აქედან უნდა ამოირჩიოთ თქვენთვის სასურველი ადამიანი, ვინც თქვენ გაინტერესებთ, ვინც თქვენ გულშია, ასე ვთქვათ, და ვნახოთ მისი ჯერ ენერგიები, მერე ფიქრები და საერთოდ როგორ ცხოვრობს უთქვენოთ, უფრო უკონტაქტოებზეა, მაგრამ შეიძლება კონტაქტიც გქონდეთ გარკვეულწილად, მაგრამ უბრალოდ ინტერესდებოდეთ რა, აი როგორ არის, როგორ ცხოვრობს, აი ესეთი ვარიანტია. მოკლედ ჩაიფიქრეთ ახლა, კონცენტრირდით ამ ადამიანზე. შეიძლება ისე ნაცნობი იყოს, მეგობარი იყოს, ახლობელი, უბრალოდ გაინტერესებდეთ, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაინდა-მაინც გულის ვარდი თუ არ იქნება და ნახოთ. სამი პერსონაჟი იქნება. პირველი ვარიანტი, მისი ენერგიები, ფიქრები, მეორე ვარიანტი, მისი ენერგიები, ფიქრები, მესამე ვარიანტი, მისი ენერგიები, ფიქრები. ერთიდან იქნება 1, 2, 3. ანუ თქვენ უნდა აირჩიოთ 1 ვარდისფერი კვარცი, 2 აი ესეთი ამეთვისტო და 3 მთის ბროლი. თუ არ ჩანს, მაშინ უბრალოდ რიცხვი პირველი, მეორე, მესამე, ან მოусმინეთ სამივეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი. ეხლა არის ისეთი სიტუაცია უკვე სამყაროში, რომ შემოსულია მაღალი ვიბრაციები, მაღალი ენერგიები, რაც ნიშნავს იმას, რომ დედამიწის ატმოსფერო, აი ესე ვთქვათ, აი ეს გარსი, ნახეთ, დედამიწას აქვს გარსი. და ის გარსი არის, ანუ უკვე შეცვლილი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რამე იცავდა კოსმოსიდან, ხო, აი რაღაცა მოდიოდა, ხო, რაღაცა მტვერი მოდიოდა, რაღაცა ენერგია მოდიოდა, რაღაც ვიბრაცია მოდიოდა, ხო? ესეთ გარში იმყოფებოდა დედამიწა და ჩვენამდე არ მოდიოდა. ანუ არ აღწევდა ასე თუ ისე ის რაღაცა, ეს მეცნიერების ახსნა, უბრალოდ მე მარტივ ენაზე მინდა ეს გადმოგცეთ, ხო? ინოსფერო და რა ვიცი რა, თავისი ლექსიკა აქვს ამ ყველაფერს, ანუ ფიზიკოსების. არ მოდიოდა და ეხლა ისე მოხდა, რომ როგორც კი დაიწყო ამ დედამიწის შავმანი შკალის გაძლიერება, მომატება, ვიბრაციის, ანუ ეს გარსიც იცვლება, ზედაპირიც იცვლება, თვითონ დედამიწა, ანუ ნახეთ, კონტინენტები. ხო გვაქვს არა ასე თუ ისე წარმოდგენა. გეოგრაფია ხო გვისწავლია. ოროსნებიც რო ვიყოთ, მაინც რუქა გვაქვს ნანახი, ხო? სიტყვაზე ვიძახი. აი ეს კონტინენტები, ხო, ასე თუ ისეა. ნახეთ, იცვლება, ნახეთ, იცვლება, რას ნიშნავს ეს, რომ აი სადაც იყო ვთქვათ კლიმატი, თბილი, იქ შეიძლება და უკვე დაწყებულია სიცივე. სადაც იყო ვთქვათ, არასოდეს არ ყოფილა თოვლი, იქ თოვს, სადაც ვთქვათ იყო სულ მზე, წამოვიდა თოვლი, ხო, სადაც ვთქვათ, იგივე ციმბირში, სიტყვაზე ვიძახი, აი სულ რო ცივა, ადრე თურმე, რამოდენიმე მილიონი, 1000 წლის უკან იქ ანუ სითბო იყო და ეხლა კლიმატი იქაც იცვლება, ანუ თბილი ჰავა, თბილი ის მოდის რა, ამინდი, ყველანაირად, ანუ ცვალებადობა, ძალიან დიდი ცვალებადობა ხდება და თან რაც მთავარია, აი ელვის სისწრაფით, დაჩქარებულად. გესმით, ანუ იქ სადაც მაგალითად ძალიან ბევრი ყინულოვანი, აი ესეთი ხო ვიცით, ხო? გრენლანდია იგივე. აი ეს მთელი აისბერგები, მთელი ის ყინულები, ანუ დნება და ჩაედინება ოკეანეში, ხო?
და ეს იწვევს ძალიან დიდ ცვლილებებს. ეს უკვე რა ხანია, ახალი არ არის, დიდი ხანია დაწყებულია, მაგრამ ეხლა უფრო დაჩქარებულია. და ამას ხსნიან ზუსტად ამ ატმოსფეროს, შეცვლას დედამიწაზე ამ ვიბრაციების გამო, ამ სიხშირების აწევის გამო. რომ როგორც ჩვენ ვართ დედამიწელები, ნახეთ, ერთი სისტემა ვართ, ხო? და სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, ეს გავლენას იქონიებს ყველაზე აბსოლუტურად. აქ ვიქნები თუ რა არა აქვს მნიშვნელობა, ყველაზე აქვს გავლენა და ყველას ეხება. ამიტომ დავიწყე და დამავიწყდა. მოკლედ ვიბრაციებთან დაკავშირებით და ენერგიებთან დაკავშირებით. ეხლა ისეთი დრო არის, რომ ყოველ სიტყვას ეძლევა ძალა, მატერიალიზდება ჩვენი ფიქრები, აზრები და ამიტომ არის საჭირო ეს მაღალი ვიბრაციები, რატო? უფრო დადებითად ფიქრი, რომ არ მოვიზიდოთ, იმიტომ რომ სამყაროს ესმის უკვე, გაფაქიზდა ეს კონტაქტი, ნახე, სამყაროსთან, კოსმოსთან. ეხა ის გარსი აღარ აქვს, დამცავი სტრუქტურა აღარ აქვს და ჩვენ რასაც გავუშვებთ, გესმის? ყველაფერი და ამისთვის ადაპტირება გვჭირდება, რომ გავხდეთ მეტად სულიერები. ამიტომ ფიქრებიც არის გასაწმენდი, დასალაგებელი და უფრო პოზიტივისკენ უნდა მივმართოთ. კარგით, შესავალი დავამთავრე, თორემ მიგრძელდება ძალიან პირველი ვარიანტი ვარდისფერი კვარცი. რა ენერგიებშია და როგორ ცხოვრობს. ენერგიები გადასარევი აქვს, პირველ ვარიანტო. არ ვიცი, ვინ ჩაიფიქრე ეს ადამიანი, მანიპულატორია. ეს ადამიანი მოქმედებს, ეს ადამიანი საკმაოდ ძლიერია, თავის თავში დარწმუნებულია, უყვარს თავის თავი. და ენერგიულია, როგორ ცხოვრობს მაშინ. მეკითხებით, ხო? პირველი ვარიანტი. გადავდოთ ეს სხვა ვარიანტები, როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი ახლა, უჩვენოთ და რა ხდება მის ცხოვრებაში. საინტერესო. როგორ ცხოვრობს შემოკარგებოდა, ჯერ ერთი აუცილებლად გავიგებთ ამბავს ამ ადამიანზე. იმას, რომ ძალიან ბევრი რამე აქვს აკიდებული თავის თავზე და ამ ფიზიკურმა და ენერგიულად გამოვიდა და აქტიურად, თვითონაც არის შემართებით და ენერგიულად დაანგრია. ნახეთ, დაანგრია რა? მიჯაჭვულობამ, დამოკიდებულებამ, დაანგრია მისმა მატერიალისტური მიჯაჭვულობებმა, ფული, ფინანსები, ვნება, ესეთმა რაღაც დაბალ ვიბრაციებში რაც გაგდებს ადამიანს, ხო ვიცით? ასეთმა დამოკიდებულებებმა. რაც მთავარია, როგორ ცხოვრობს, კონტაქტზე აუცილებლად გამოვა ჩანს. ცხოვრობს უჭირს, იმიტომ რომ ხვდება, რომ როგორც ეს დედამიწა მეთქი რომ ვახსენე და მისი გარსი მეთქი, ხო? ფაქიზდება და ფაქტიურად იცვლება ნეოსფერო და ყველაფერი, ხო? ხდება, რომ რაღაც იცვლება, რაღაც მასშტაბური ხდება, რომ ეს მატერიალისტური ცხოვრება აღარ გამოადგება. ხდება, რომ იმდენს ვეღარ გამოიმუშავებს, რასაც აკეთებდა, ხდება, რომ მარტო ფული და ესე იგი დამიწება და მიწიერი ცხოვრება არ არის ბედნიერება დღეს და მარტო ფულით ვერ იქნები ბედნიერი, ამასაც მიხვდა და გამოდის რა? გზაზე ფიქრი, შეიძლება საზღვარგარეთ, შეიძლება შორს, შეიძლება თვითონ არის შორს თქვენგან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რახან სამყარო ამოდის, ეს ნიშნავს, რომ რაღაც ესეთი სოცქსელებში ხედავთ და ურთიერთობა აქვს. სოციალური ქსელებით ეს ამასაც ნიშნავს, ეხა ვარიანტები ბევრია, ხო? 1000 ადამიანზე ვერ გავთვლი, მაგრამ თქვენ მოარგეთ თქვენ თავს, მე ეხლა სიხშირეს ენერგიას ვკითხულობ აქ და ეს სიხშირე და ენერგია მაძლევს იმის საშუალებას ვთქვა, რომ ამ ადამიანს უჭირს თავისი დამოკიდებულებების, მიჯაჭვულობების, მიდრეკილებისგან განთავისუფლება. კი, გარდაქმნა ხდება, იმიტომ რომ ემსხვრება ფაქტიურად ის ფასეულობები,
ის რაღაც, რასაც აგებდა და ეგონა რომ მნიშვნელოვანი იყო და რაღაცა დიდი რადიკალური გადასხვაფერება ხდება, ანუ ესე უწევს, უნდა თუ არ უნდა, ესე უნდა მოხდეს და ამის გამო ეს მისთვის დამანგრეველია. თქვენთან მიმართებაში როგორია, ბა? თქვენთან მიმართებაში. პირველი ვარიანტი. პრინციპულია თქვენთან მიმართებაში, საკმაოდ პრინციპულია, ითხოვს თავისი უფლებები, იცის რომ კარგია, იცის რომ მაგარია, იცის რომ ანუ ძალა აქვს თქვენზე, ასე თუ ისე манипулირება გამოსდის თქვენი, მაგრამ ნახეთ გრძნობა აქვს. პრინციპულია, მოთხოვნილებები აქვს, თავისი რაღაც შეხედულებები აქვს და უნდა, ესე იქნები ასე. ანუ ყველაფერი უნდა რომ დაალაგოს, მაგრამ რამდენად გამოუვა. თქვენ გიხსენებთ. გრძნობა არის. ეს იყო პირველი ვარიანტი. პირველ ვარიანტთან დავამთავრე და გადავდე და მადლობა პირველ ვარიანტო. თუ რეზონირდა მომწერე და გადავედი მეორე ვარიანტთან, რა მდგომარეობაში ეს ადამიანი. ეხლა აქ ჩანს რომ სტაბილურობა არის და თვითონ ადამიანი არის ისეთი რომ უნდა სტაბილურობა, უნდა ყველაფერში რომ იყოს სტაბილური. ანუ სტაგნაციაც არის, სტაბილურობაც არის, ხო? მე ვთქვი ენერგიები ჯერ. მაგრამ ეხლა ვნახოთ როგორ ცხოვრობს მეორე ვარიანტი. მოგესალმები. როგორ ცხოვრობს? მეორე ვარიანტი ვინ ჩაიფიქრა, როგორ ცხოვრობს აბა და რა საქმიანობს. საინტერესოა. მეორე ვარიანტთან რა მოდის? სტაბილურობის დანგრევა, მიუხედავად იმისა, რომ უნდა ეს სტაბილურობა შეინარჩუნოს, მაგრამ ემსხვრება ამასაც პარადიგმები, თავის ჩარჩოები, თავისი რაღაც პრინციპები. მეორე ვარიანტი გაციებულია, რატომ? იმიტომ რომ ვერ მიაღწია მიზანს, მიზანი იყო სურვილი მისი, რომ ყოფილიყო ქალთან. შეიძლება ეს ქალი ხართ თქვენ ამ შემთხვევაში მოიაზრება და მის გონებას, ანუ ცივი გონებით რაც გადაწყვიტა, იმან შედეგი არ გამოიღო, ნახეთ, და ამასაც მოუწია თავის თავზე ბევრის აღება, რატომ? იმიტომ რომ აქ ფინანსურ სიტუაციაზეა საუბარი, ნახეთ, ამ მეორე ადამიანს უნდა რომ შეექმნა ფინანსური სტაბილურობა, რომ თქვენთან ყოფილიყო, ანუ უფრო გამართულად, მაგრამ აქაც ნახე, მსოფლიო ფინანსური კრახია, ხო, საბანკო სისტემა იმსხვრება, გადასხვაფერდება დღეს, ხო? უკვე ეს ინოვაცია და ტექნოკრატია რას ნიშნავს, ეს ეპოქა და ეს ერა რომ მიდის აბსოლუტურად ახალი ცვლილებები და ის სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში, ამას რა თქმა უნდა ეს ადამიანიც ამას ძალიან კარგად ხედავს და არ იცის რა ქნას, იმიტომ რომ ესეც მატერიალური ადამიანია. რა ვქნა ეხლა ეს პირველიც და მეორეც ესეთები ამოხვედით, არ ვიცი, ვინ არიან, რა არიან, თქვენ უკეთესად იცით, მაგრამ ეს ჩაბღაუჭებულია სტაბილურობას, ნახე? ჩაბღაუჭებულია, უნდა, მაგრამ ეშინია ამ სტაბილურობის დამსხვრევა და დანგრევა და ნახოთ, აბა, რამდენად გამოუვა სტაბილურობის შენარჩუნება. თქვენზე ფიქრობს, რა თქმა უნდა ფიქრობს, ამოხვედით თქვენ, მაგრამ ჩაკეტილია. და რატოა ჩაკეტილი, აი? ბატონო. ჩაკეტილია, იმიტომ რომ ეს გრძნობა მოდის წარსულიდან, ნამდვილი გრძნობა და მისი ცხოვრება ისე გაიარა ამ ადამიანმა, რომ სულ იყო, უნდა რომ ყოფილიყო, ანუ რო იტყვიან ესეთი აი იმის ქვეშ რა, ზომიერების ქვეშ, აი ზომიერება არ აქვს ამ ადამიანს. ზომიერება არ აქვს, იმიტომ რომ აქ ამოდის, რომ ძალიან უყვარს ფული ამ ადამიანს და რაღაც მომენტში თითქოს ის კი არა, რომ თქვენ ნამდვილად უყვარხართ და გრძნობა არის წარსულიდან წამოსული, მაგრამ ფულმა დასძლია, ნახე? აი ფულით შეიცნობაო ადამიანიო, ხო არის ესეთი გამონათქვამი. აი არჩია ფული, არჩია კომფორტი, არჩია ის სიტუაცია, რომ ყოფილიყო ზომიერება და სტაბილურობა, მაგრამ ის სტაბილურობაც ეხლა სადაც არის, მე ხო ვთქვი, რომ ანუ როგორ ცხოვრობს, ერხვევა.
ერღვევა, იმიტომ რომ არაფერი არ არის მარადიული და მით უმეტეს ფული. არ არის მარადიული, ფული ენერგია, ხან მოვა, ხან წავა და ფულს უყვარს საერთოდ რო იყვენ change, გაცვლა, გამოცვლა. და ვნახოთ რა, საბოლოოდ აბა რას ფიქრობს ეს ადამიანი. თქვენთან მიმართებაში, საკმაოდ კარგად ფიქრობს. ამ ადამიანს ყავს კიდე მეორე ქალი, არ ვიცი. ეხლა ეს არის საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიძახი. თქვენს გარდა ყავს კიდე ქალი. მის ცხოვრებაში ეს ამოდის. ამოდის რომ უხდის ალიმენტებს, შეიძლება მანამდე ყავდა. ოჯახი ქონდა და დაენგრა, არ ვიცი. შვილები ამოდის, თუ არ არის შვილები, მაშინ რაღაცაში ეხმარება, რაღაც ვალები აქვს, არ ვიცი. შეიძლება ეს კარმული ვალებია. იხდის ეს ადამიანი, იხდის და თქვენი მოწონს დამოუკიდებელი, თავისუფალი, მომხიბვლელი, აი ესეთი თქვენ თავს რო თქვენ რომ ზრუნავთ თქვენ თავზე და თქვენი შემოსავალი რო გაქვთ ეს მოწონს, აღფრთოვანებულია ამით, გრძნობა აქვს, მაგრამ ამ ქალს ეხმარება. შეიძლება ცოლია და ეხლა შორს არის მისგან, არ ვიცი, აი ხო გესმით, საჯარო გაშლა, ბევრი ვარიანტებია, მაგრამ ფაქტია, რომ ის სტაბილურობა, რომელსაც ის ეპოტინებოდა, ხო? როგორც აი წყალწაღებული ხავს ეპოტინებაო, აი ეს ემსხრევა ამ ქალთანაც, თუ ეხლა მის ცხოვრებაში არის ეს ქალი, ის სტაბილურობაც ემსხრევა და ეს ყველაფერი ფულთან დაკავშირებული პრობლემაა. აქაც ფინანსებია რა. კარგით, ეს იყო მეორე ვარიანტი, თუ რეზონირდა და თუ რაღაცნაირად დაემთხვა, რომ იტყვიან, დამთხოვით არაფერი არ არსებობს და შემთხვევითობა არ არსებობს, სამყაროს კანონი, სამყაროს კანონს ზომიერება ითვალისწინებს A პუნქტიდან B პუნქტის ერთმანეთთან შეხვედრას და როგორ და რანაირად ეს უკვე სამყარო თვითონ აგვარებს ამას და გადავედი მესამე ვარიანტზე, ეს არის ღვთის ბროლი. ესე ნახოთ აბა რა ენერგიებშია მესამე ვარიანტი, ძალიან კარგი ენერგიებშია. მესამე ვარიანტი ძლიერია, მესამე ვარიანტი დარწმუნებულია თავის თავში, სიძლიერე ამოსდის როგორც პიროვნებას. და ნახოთ როგორ ცხოვრობს მესამე ვარიანტი. მოგესალმებით მესამე ვარიანტი, როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი, მაჩვენეთ ეს ადამიანი, რა მდგომარეობაშია, როგორ ცხოვრობს, რა ხდება. მესამე ადამიანთან ამოვიდა ფორტუნა, ბევრ რამეში უმართლებს სიძლიერე. მესამე ადამიანი არის აი ესეთი თავგადასავლების მოყვარული, უყვარს რომანტიკული, აი ესეთი მგრძნობი არის, წყლის სტიქია ჭარბობს, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში რაღაც ფასეულობები აქვს, ავტორიტეტი, ანუ თავიდანვე ძალა ამოდის რაღაც მის საქმეში, მის სფეროში. ეს ადამიანი ჩანს, მაგრამ ნახეთ, არის კიდე გაურკვევლობა, არის კიდე რაღაც დაფარული, რაც თქვენთან მიმართებაში აქ ამოდის კიდე სიტუაცია. ნახოთ აბა რა სიტუაციაზეა საუბარი და თქვენთან მიმართებაში ვინც უყურებთ და ჩაიფიქრეთ მესამე ვარიანტი. როგორი დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანს. რაღაცას იშორებს ეს ადამიანი. ხო, გასაგებია უკვე ყველაფერი. ანუ ნახეთ, ძალიან მალე გაიგებთ ამბავს, რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი გულდაწყვეტა პირადში აქვს. ფაქტიურად თუ ცხოვრობს ეხლა ეს ადამიანი და ოჯახი თუ აქ ოჯახის კარტი არ ამოდის, მაგრამ თუ საჯარო გაშლა იცოდეთ, რომ ძალიან დიდი დარდი აქვს ოჯახში. საქმე ეხება ტყუილს, ღალატს. ეს ადამიანი სულ სამსახურშია გადართული, რაღაცას მუშაობს, რაღაცას აკეთებს, იცილებს პირად საკითხებზე, ანუ მის პირადზე საუბარს, ყველანაირად და ცდილობს არ იფიქროს და თან დასრულებული არ აქვს თქვენთან ურთიერთობა. და თქვენთან მიმართებაში მეთქი და რას იცილებს, თქვენთან მიმართებაში იცილებს, კი. ანუ თქვენთან მიმართებაში იცილებს ეხლა ჯერჯერობით აი ამ საუბარს, ან მესიჯს, ან თუ არ გწერთ, იცოდეთ, რომ მას თვითონ პრობლემა აქვს პირადში, ძალიან გულგაცრუებულია.
და ეხლა აირჩია როგორც განდეგილმა, ასე მარტო ყოფნა და ის სიტუაციები, რაც დაუგროვდა, აი მარტოს უნდა რომ გადალახოს ისე რომ არ უნდა ამის გამხელა და მე ამოდის რა თქმა უნდა შეხვედრა ალბათ დრო ყველაფრის მკურნალია და ამ ადამიანს სჭირდება დრო, იმიტომ რომ აქ სამკუთხედიც ამოდის, ხა ძნელი სათქმელია, ხო გეუბნებით, არის საჯარო გაშლა, ვარიანტები ბევრია, მაგრამ ფაქტია, რომ გადართულია საქმეში, რომ პირადზე არ იფიქროს, იცილებს, უნდა სოციუმს მოწყდეს ცოტა ხანი და თქვენთანაც, ნახეთ, არ უნდა ამ თემაზე საუბარი, მის პირადზეა საუბარი, რომ ესე იგი გადალახოს, გადახარშოს ღალატზე, ტყუილზე, არ ვიცი, აქ ბევრი ამბებია, ბევრი ისტორიაა, რომელი მოუყვე. გაიგებთ ამბავს მაინც, კი ბატონო, გამოუვალი მდგომარეობა აქ, ნუ ჯერჯერობით ესეა. თუ არ გამოდის ეს ადამიანი კონტაქტთან, კრიზისი აქ, ანუ არა მარტო მატერიალური, არამედ აქ სულიერი კრიზისიც და ამანტყოფობაც სულიერი იგულისხმება. ნუ პირდაპირ დარტყმა გულზე მიღებული ადამიანს და განდეგილად ქცეული. თვითონ იგდებს თავის თავს განდეგილად. ნუ აი ესეთი იყო. თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ, მომწერეთ, დამიკომენტარეთ, ეს რა თქმა უნდა ჩემ არხს დაეხმარება და მე თქვენთვის საინტერესო თემებზე ჩავწერ კიდევ ბევრ გაშლებს. აბა თქვენც.